ამ ორგვერდიან დოკუმენტზე 14 ქართული ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი მიმართვის ტექსტი წერია. 14-მა ბიზნეს გაერთიანებამ ერთობლივად შემუშავებული თხოვნით მიმართა ევროკავშირის სტრუქტურებს, რათა საქართველოს 15 დეკემბერს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამ დოკუმენტის შედგენისა და გაგზავნის ინიციატორი საქართველოს ბიზნეს საბჭოა. განცხადების გაგზავნის გარდა ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებისათვის განცხადებები გააკეთეს. მათ ხაზზე გაუსვეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას მთლიანად საქართველოსთვის და ქართული ბიზნესისთვის. 14 ბიზნეს ასოციაცია ერთიანი ხმა საქართველოსთან ევროპულ საბჭოს ვაგზავნით განცხადებას, რომ საქართველოს აუცილებლად ჭირდება სტატუსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ აუცილებლად 15 დეკემბერს. ეს იქნება ქვეყნის განვითარების, სტაბილურობის და კეთილდღეობის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ნახეთ, პირველ რიგში ის, რომ ბიზნესი ერთიანად, ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს სწორედ ამ სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას საქართველოსთვის. გერმანიის ბიზნეს ასოციაცია სიამოვნებით შეუერთდა ამ საერთო გზავნილს ევროკავშირისადმი, რათა სრულად ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა და ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების საკითხში, რაც ამ შემთხვევაში კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გამოიხატება. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ზოგადად ამ ქვეყნის განვითარებისთვის და კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის. ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები დეტალურად საუბრობენ, თუ რა სიკეთეებსა და მრავალფეროვან შესაძლებლობებს მიიღებს ქართული წარმოება და ბიზნესი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მათი განცხადებით, ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა ხელშეუწყობს მაღალხარისხიან საქმიანობას. საქართველოს საბანკო სისტემა არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი. ამაზე უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გაგვემახვილებია ყურადღება და კიდევ უფრო მეტი დაახლოვება ევროკავშირთან სტატუსის სახით, კანდიდატის სტატუსის მიღების სახით ნიშნავს უფრო მეტ სტაბილურობას როგორც ეკონომიკის, ასევე უსაფრთხოების ნაწილში. ვფიქრობ, რომ ბიზნესმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ის კეთილდღეობა უახლოეს მომავალში მივიღოთ ევროპისგან და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, როდესაც ჩვენი კანდიდატის სტატუსობა უნდა გადაწყდეს, აქ საკმაოდ დიდი დამსახურება იქნება არა მხოლოდ მარტო ქართველი ხალხის, არამედ ბიზნესის, იმიტომ რომ ბიზნესის სტაბილურობისთვის, ბიზნესის კეთილდღეობისთვის ევროპის კარი რომ ღია იყოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ ჩვენი ერთობა დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპას, რომ ბიზნესი მზად არის და ბიზნესს აქვს სურვილი იყოს ევროპული ოჯახის წევრი. მრავალწლიანი გამოცდილების და მსხვილი ბიზნესის მწარმოებელი გაერთიანებების თავმჯდომარეებს კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს 500 მილიონიან თავისუფალ ეკონომიკის ბაზარზე წვდომა ქართველი ხალხისთვის. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს. საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება კი თავად ევროკავშირს უამრავი მიმართულებით დაავალდებულებს ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი მხარდაჭერის გაწევისთვის. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.